Ხერპლი მოხვა ავიაკატასტროფას შტატებში ვაშინგტონში რეიგანის ეროვნულ აეროპორტთან American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი ამერიკის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა. კატასტროფის ადგილას ათეულობით ადამიანის ცხედარი ანაპოვნი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომხდარის შედეგად სავარაუდოდ თვითმფრინავების ბორტებზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან ამერიკისა და რუსეთის მოქალაქე სპორტსმენები და მათი ოჯახის წევრები. სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება. ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება. ყველაზე მკაცრად კონტროლირებად საჰაერო სივრცეში, თეთრი სახლისა და კაპიტოლიუმის შენობიდან 5 კილომეტრში ერთმანეთს სამგზავრო თვითმფრინავი და სამხედრო ვერტმფრენი შეეჯახა. ამერიკის დროით 21 საათზე რეიგანის ეროვნულ აეროპორტთან ახლოს ამერიკის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც კანზასის შტატიდან მიფრინავდა, შეეჯახა სამხედრო ვერტმფრენს, რომელიც ვირჯინიის ფორტ ბულვარიდან აფრინდა. თვითმფრინავში 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იჯდა. სამხედრო ვერტმფრენში კი 3 სამხედრო მოსამსახურე. შეჯახების შედეგად თვითმფრინავი და ვერტმფრენი მდინარე პოტომკაში ჩავარდა. წყლიდან 27 ცხედარი ამოიყვანეს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაღუპულია. მიუხედავად მცდელობისა, ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როდესაც გადავდივართ სამაშველო ოპერაციიდან სამძებრო ოპერაციაზე. ამ ეტაპზე მეტად სავარაუდოა, რომ ამ უბედური შემთხვევის შედეგად არავინ გადარჩენილა. ჩვენ გავაგრძელებთ კატასტროფის შედეგად დაღუპული ადამიანების სამძებრო სამუშაოებს. ამერიკის ფიგურული სრიალის ფედერაციის ინფორმაციით სამგზავრო თვითმფრინავში მათი თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომლებიც კანზასის ბანაკიდან ბრუნდებოდნენ. ასევე გავრცელებული ინფორმაციით თვითმფრინავით მგზავრობდნენ რუსეთის მოქალაქეებიც, მათ შორის ყოფილი მოციგურავეები ევგენია შიშკოვა და ვადიმ ნაუმოვიც იყვნენ, რომლებიც ფიგურულ სრიალში 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულები არიან. ამერიკის ავიახაზების დირექტორმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა. რობერტი სომი ამბობს, რომ გაუგებარია, რატომ მოხვდა სამხედრო ვერტმფრენი იმ სივრცეში, სადაც სამგზავრო თვითმფრინავი მოძრაობდა. ვიცი, რომ ბევრი შეკითხვაა მცირე დროა გასული, ამიტომ ვერ შევძლებ ყველა მათგანზე პასუხის გაცემას. მაგრამ მინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია, რაც ამ დროისთვის მაქვს. ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ როგორც ადგილობრივ, ისე სახელმწიფო და ფედერალურ ხელისუფლებასთან. ჩვენ სრულად თანამშრომლობთ ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოსთან და გავაგრძელებთ მათთვის ინფორმაციის მიწოდებას. მდინარე პოტომკაში სამძებრო სამაშველო სამუშაოები ღამით დაიწყო და ამ წუთამდე გრძელდება. სამძებრო სამუშაოებს სიბნელე და დაბალი ტემპერატურა ართულებდა. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით გაურკვეველია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ავიაკატასტროფის რაიონში ამინდი იმ დროს ფრენისთვის შესაფერისი იყო. ამერიკის შეერთებული შტატების ტრანსპორტის სამსახურის უფროსი შონ დაფი თვლის, რომ ავიაკატასტროფის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ჩვენ ვაპირებთ დაველოდოთ, შევაგროვოთ ყველანაირი ინფორმაცია, მაგრამ რაც აქამდე ვნახე, ვფიქრობ, რომ ამის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ამერიკის პრეზიდენტმა. ტრამპი სვამს კითხვას, რატომ ვერ მოხდა ავიაკატასტროფის თავიდან აცილება. თვითმფრინავი აეროპორტთან მიახლოებისას იდეალურ და რეგულარულ ხაზზე იყო. ვერტმფრენი დიდი ხნის განმავლობაში პირდაპირ თვითმფრინავისკენ მიემართებოდა. ნათელი ღამეა, თვითმფრინავის განათება ჩართული იყო. რატომ არ აფრინდა ვერტმფრენი მაღლა ან დაბლა, ან რატომ არ შეცვალა მიმართულება? რატომ არ მისცა სადისპეჩერო კოშკმა ვერტმფრენს კონკრეტული მითითება? კითხვის ნაცვლად ხედავდნენ თუ არა თვითმფრინავს. ცუდი ვითარებაა, რომლის როგორც ჩანს თავიდან აცილება უნდა მომხდარიყო. კარგი არ არის. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. რეიგანის ეროვნულმა აეროპორტმა კი, რომელიც ავიაკატასტროფის შემდეგ დახურული იყო, მუშაობა განაახლა. ახლა თითოეული ავიაკომპანიის გადასაწყვეტია გააუქმებს თუ განაახლებს რეისებს, თუმცა აეროპორტის ადმინისტრაცია ამბობს, რომ თვითმფრინავებს აეროპორტში დაშვების საშუალება აქვთ.